ბერი-ანდრიას ფონდს სოფელ დიღომში საკუთრებაში 6493 მეტრი კვადრატული მიწის ნაკვეთი გადაეცა. მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფონდს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ 20 წლის ვადით გადასცა. სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე მზრუნველი ფონდის სამომავლო გეგმები კი ნახეთ მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში. სახლი ესე წარმოგვიდგენია ჩვენ რომ ესე იქნება. აი აქ ესე დაიდგმება. ეს ის ადგილია, სადაც სულ მალე ბერი-ანდრიას ფონდი განთავსდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფონდს სოფელ დიღომში 6493 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადასცა. ბერი-ანდრიას სახელობის ფონდს გადაეცა მიწის ნაკვეთი თბილისში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას 6490 კვადრატს და საქმიანობის სფერო ძირითადად საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაცემა. ბერი-ანდრიას ფონდი, რომელიც 3 წელია სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, ამ ნაქირავებს სახლში ფუნქციონირებს. ახლა უკვე მათ თავიანთი მიწა და სულ მალე საკუთარი შენობაც ექნებათ. ეკონომიკის სამინისტრომ გვიჩვენა ეს მიწა და ყველაზე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აი ზუსტად აქ იქნება ძალიან კარგი ამ ბავშვების რეაბილიტაცია. აი ესეთი დიდი ესეთი ხეები რო არის, ანუ თავიდან კი არ გვექნება ეს გასაშენებელი და ეს სანამ გაიზრდებიან ეს ხეები, იმის ლოდინი არ დაგჭირდება. პირდაპირ ბავშვები მოხვდებიან აქ, კარგი სუფთა ჰაერია, სიმშვიდეა, ცოტა ქალაქს მოშორებული არის. მაგრამ თან კიდევ არც ისე შორს რომ სამავტყოფოში რო რამე ჭირდეს აი უცებვე მოახერხებთ ბავშვის გადაყვანას. ყველა ის ადამიანი, რომელსაც ოდნავი შეხება მაინც აქვს ბერი-ანდრიას ფონდთან, ელოდება ამ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და თითოეული აქ მცხოვრები ბავშვისათვის. კარგი იქნება უფრო გაფართოებულებით თან. თუმეტეს ბავშვებიც მოვა. კარგი იქნება რა. და უფრო კარგი ოჯახი იქნებით იქ. დედა თინათინმა ჯერჯერობით არ იცის, როდის აშენდება სახლი, რომელშიც მისი ყველა შვილობილი ერთად იცხოვრებს. ეს უკვე შემომწირველთა კეთილნებაზეა დამოკიდებული. თუმცა ბაღის დიზაინი ბავშვებთან ერთად უკვე მოიფიქრა და სათბურში ჯანსაღი ბოსტნეულის მოყვანასაც გეგმავს. აი აქ გვექნება აქ ისე გავაკეთებ, ზუსტად არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად გვექნება სათბური. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იქნება უფრო ჯანსაღი ეს პროდუქტი. არ იქნება მოწამლული ეს შხამქიმიკატებს არ გამოვიყენებთ, ბუნებრივად შევეცდებით, რომ ეს მქონდეს აი კიტრი, პამიდორი, მწვანილი. ფონდში ამჟამად 50 სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვი გადის რეაბილიტაციას. ესენი არიან დედამიწაზე მოსიარული ანგელოზები და მათი მსახურება, მათი დახმარება დიდი პატივია, ჩვენ ესე უნდა უყურებდეთ.